უგემრიელესი თხილის ნამცხვარი მოვამზადოთ დღეს. ცომისთვის კარაქი, შაქარი და ვანილი გავთქვიფოთ გათეთრებამდე, შემდეგ დავუმატოთ კვერცხი. ამ რეცეპტის მთავარი ინგრედიენტი არის კარგი ხარისხის თხილის კარაქი. მე ვიყენებ ქართული წარმოების თხილის კარაქს ნუქსის. შემდეგ ეტაპობრივად დავუმატოთ მშრალი ინგრედიენტები, მოვსილოთ რბილი ცომი, რომელსაც დავასვენებთ მაცივარში 20 წუთით. ცომი გავაბრტყალოთ საცხობ ქაღალდზე, მივცეთ მრგვალი ფორმა და დავჩხლიდოთ. კრემისთვის არაჟანს დავუმატოთ მოხარშული შესქელებული რძე და მიქსერის საშუალო სიჩქარეზე ავთქვიფოთ ერთგვაროვანი კრემის მიღებამდე. ნამცხვარი ავაწყოთ ფენა-ფენა, როგორც კაცშია ნაჩვენები. ბოლოს დავაპლასტიკოთ და 4-5 საათით შევინახოთ მაცივარში სტაბილიზაციისათვის. დროის გასვლის შემდეგ ნამცხვარი შეგიძლიათ მორთოთ სურვილებისამებრ, მეზემო დამავრთა შოკოლადით და გვერდებზე ფირფიტების ნაფშვენებით.